მოგესალმებით, გოლბეკი ეთჰოგზე, რა თქმა უნდა, კვლავ თქვენს წინაშეა და ვსაუბრობთ რასაკვირველია ფეხბურთზე, მხოლოდ ფეხბურთზე და არაფერი სხვაზე. კარგი, ძალიან მაგარი ამბები მოხდა ახლა ამ პერიოდში, ვინც გვადევნებს თვალყურს, ალბათ მოგეხსენებათ ჩემი დამოკიდებულება მადრიდის რეალის მიმართ და იმ შედეგების მიმართ, რა შედეგებსაც წინასწარმეტყველებდი მე. ზუსტად ყველაფერი ისი ახდა, რასაც ვამბობდი და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მეერვეთ ფინალიდან მოყოლებული მეუბნებოდა, რომ მორჩა დამთავრდა რეალი, ეხლა გავარდება, არა ეხლა გავარდება, არა ეხლა და ფინალშიც ანალოგიურს ვიძახდი, რომ ყველა იძახდით მეთქი და აჰა, იგივე მოხდება აქაც, თქო, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც დაგიბარებია. ხო, კლოპმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა კარლო ანჩელოტის აი ძალიან მაგარ ტაქტიკურ მონახას, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ რაც შეიძლება შეეზღუდათ სივრცეები და ამის გაკეთებას ახერხებდნენ მადრიდის რეალის ფეხბურთელები, მაგრამ რიგ შემთხვევაში, რიგ ეპიზოდებში, როდესაც ბურთს მიიღებდა სალახი ან მანე, იმ წუთშივე ურტყავდნენ კარის მიმართულებით და იქ ტიბო კურტუა, საოცარი სეივებით იყო დასამახსოვრებელი. იცი რა, ყველაზე მეტად რაც მე თვალში მომხვდა, იყო ის ფაქტორი, რომ თამაში რომ დაიწყო, აი ეს დიასი, ის ბიჭი, რომელიც პორტუდან გადმოიყვანეს, იყო ძირითად შემადგენლობაში და იმ წუთშივე ვთქვი, რომ ეს ბიჭი თამაშს ჩააგდებს, აუცილებლად ჩააგდებს, რადგან ძალიან რთულია წინა სეზონი თამაშობდა პორტუგალიის ჩემპიონატში და თამაშობდა საშუალო დონის ევროპულ გუნდში და უცებ მოხვდა ლივერპულში და უცებ ფინალის სასტარტოში თამაშობ. თან ეთამაშები ვის? მადრიდის რეალს. სულ რომ იქ უსახელო ფეხბურთელები თამაშობდნენ, ეს გუნდი თვითონ ბრენდია და უკვე შიშის ზარს ცემს ფეხბურთელებს. სწორედ ამიტომ ამ ბიჭმა თამაში მთლიანად ჩააგდო, ვერაფერი ვერ გააკეთა აბსოლუტურად და აი ეს ცენტრ ფორვარდად დაყენებული მანე დაკარგა ლივერპულმა, დაკარგა კლოპმა, იმიტომ რომ ის არ არის იმდენად პროდუქტიული ცენტრში, როგორც ფლანგზე. ამიტომ ჩემი აზრით სასტარტოში ფირმინოს დაყენება ან რომელიმე სხვა თავდამსხმელი არ ყავს ლივერპულს ეხლა დაყენება უფრო საინტერესო იქნებოდა ვიდრე ეს კონკრეტული შემთხვევა და შეცვლაზე შემოსული დიასი ბევრად მაგრად ითამაშებდა ვიდრე სასტარტოში რომ დაიწყო. ეს ერთი შეცდომა კლუბს, რაზეც მე თავიდანვე ვიძახდი რომ ეს გადაწყვეტილება ფინალს წააგებინებს ხო და ასეც მოხდა. ვინიციუს ჯუნიორი და ფედე ვალვერდეს გენიალური გადაცემა, საოცარი დრიბლინგი, იქ თუ ნახავთ ეპიზოდს, შეამჩნევდით ესეთ რამეს, რომ მცველი, ფლანგის მცველი ძალიან ახლოს იყო მისული მოდრიჩთან, რომელიც აპრესინგებდა, ესე რომ ვთქვათ, რობერტსონი იყო თუ არ ვცდები, ეს ფეხბურთელი, აპრესინგებდა, მიდიოდა პრესინგი და ძალიან უკან ჩაიყვანა მოდრიჩმა, ზუსტად იცოდა დარწმუნებული ვარ ერთი გამოხედვით გააკეთა ის გათვლა, რომელმა გათვლაც მოუტანა მადრიდის რეალს გოლი. გადაცემა იქით ვალვერდეს გაქცევა, სწორი პასი, აი ეს გადაცემა დარტყმა არ იყო, პრასტრელი ესე უხეშად რომ ვთქვათ რუსულ ჟარგონულად, ესეთ ჩაწოდება და ვინიციუს ჯუნიორის ლამაზი გოლი. აფსაიდის თამაშგარი ზღვარი იყო, მაგრამ გოლი რა თქმა უნდა ჩაითვლებოდა, ვარი იქ უყურებდა 34 თვალით. ის გოლიც, რომელიც მე თავიდან ბენზემას არ ჩათვლილი გოლი, ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ თამაშის წესების სრული დაცვის მიხედვით გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ესე იძახია, მაგრამ ვერ გავიგე ვერაფერი, რატო არ უნდა ჩათვლილიყო. მე კი არა, მარკო ვამბასტენი გამოვიდა და ისეთი სალანძღავი სიტყვები იხმარა FIFA-ს მისამართით, რომ ეს გოლი როგორ არ უნდა ჩათვლილიყო, რა გაგებითო ვერ ხვდებიო. ესე იგი მარტო მე ავყოფილ ვარ აღშფოთებული. თუმცა მაინც არ დაგჭირდა ეგ გოლი და მაინც მოვიგეთ მე-14 ჩემპიონთა ლიგა და მე-15 კიდევ წინა. და რაც მთავარია ყველაზე მეტად, რამაც გადამიყვანა ჭკუიდან, მე შოკირებული ვიყავი საქართველოს ნაკრების თამაშზე. გიბრალტართან ითამაშეს ისე როგორც უნდა ითამაშათ გიბრალტართან. კი ბატონო მესვის, ეს გუნდი ძალიან დაბალი დონის გუნდი არის ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი დაბალი დონისაც არ არის, რომ 95%-იანი ბურთის ფლობა გქონდეს, თუ რაღაც ეგეთი. ბურთი და კარისკენ არ დაურტყავთ საერთოდ, კარისკენ, უბრალოდ ფეხიც არ მოუქნევიათ, რომ კარისკენ წასულიყო ბურთი. კარგი, გიბრალტართან გავანებებთ თავს და პირდაპირ ბულგარეთს შევეჭიდებ. ბულგარეთი ძალიან კარგი გუნდია, მოგეხსენებათ, ბოლო შეხვედრა მათთან შევწყვით. და ძირითადად რო ხვდებოდით ხოლმე მათ ხვდებოდით, ხან 6 გოლს გაგვიტადნენ, თან 2-ჯერ, ხან 4 გოლს გაგვიტადნენ, თან აი გვანადგურებდნენ ბერბატოვი აქედან იქიდან გვიტანდა გოლებს, მაგრამ
ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ დაანახა ბულგარეთს, რომ საქართველოს ნაკრები ბევრად წინ არის თავიანთ ნაკრებზე და ითამაშეს ის ფეხბურთი, რომელიც ფეხბურთიც არასდროს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასდროს საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია. მე არ მახსენდება აი ძალიან სივრცეებში ჩარბენილი ჩვენი ფეხბურთელები, ნახევარმცველები. არ მახსენდება ესეთი თამაში. არ ვიცი როგორ, აი ეს აბურჯანიას ხანდახან ვაკრიტიკებ ხოლმე, მაგრამ მაგრად ითამაშა ოჩახ აბუ ეგრე გააგრძელე. ის ერთი გადაცემა, რაც აზაროვს გაუკეთა, აზაროვის ჩავარდნილი პასი მიქაუტაძეს და მიკაუტაძის ის ეგრეთ წოდებული პასი და ვაკოს გოლი იყო ნახატი, კალმით დახატული რაღაც საოცარი გოლი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აი ამ ტემპით ჩვენი ნაკრები აუცილებლად გავა ჯგუფიდან და შემდეგ უკვე იმ დივიზიონში დანარჩენები ვინც არიან იმათაც მოუყომარებთ და აუცილებლად დავამარცხებთ. თავარი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და ამ 4 ქვეჯგუფში ყველაზე მეტი ქულა თუ გვექნება, როგორც წინა ერთა ლიგის შესარჩევზე იყო უბრალოდ პლეი-ოფებზე, მოგვეცემა ალბათ, მგონი ეგრე იქნება წელსაც, საკუთარი მოედნის უპირატესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალი და ფინალი უნდა ვითამაშოთ თბილისში. და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და COVID-20 აღარ შემოვა, არამე ეგეთი და გულშემატკივრები დავესწრებით თამაშს და აი იქ რო კვარა ყოლო და აუცილებლად ევროპაზე ვითამაშებით. არა უშავს. ძალიან ბევრი შემილია საქართველოს ნაკრებზე საუბარი, მაგრამ წინ კიდევ 2 თამაშია ბულგარეთთან, ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სკოპიეში და შემდეგ თბილისში ბულგარეთთან. ორივეს გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგავთ ევროპის ჩემპიონატისკენ, რაზეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს. კარგი, ბევრი ვილაპარაკე, ცოტა მეც დავისვენებ, ეხლა დავასვენებ ჩემს თავს, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.